2021 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში, პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 15. რა მანძილზე უნდა მოვათავსოთ საგანი F ფოკუსური მანძილის მქონე შემკრები ლინზიდან, რომ მივიღოთ სამჯერ გადიდებული წარმოსახვითი გამოსახულება. მოცემული გვაქვს შემკრები ლინზა, რომლის ფოკუსური მანძილი არის F-ი, გითხრეს, და აგრეთვე ვიცით, რომ გამოდიდებლობა ტოლი არის 3-ის. და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ, ვის ტოლი არის მანძილი საგნიდან ლინზის საგნამდე, ანუ ეს უკითხებიან. ხო, მოდით პირველ რიგში ჩავწეროთ ლინზის ფორმულა, შემკრები ლინზის ფორმულა. ერთ შეფარდებული F-თან ტოლი არის 1 შეფარდებული D-თან დამატებული 1 შეფარდებული F-თან. ამასთან თუ გავითვალისწინებთ, რომ შემკრები ლინზის შემთხვევაში F-ი მეტი არის 0-ზე, თუმცა ჩვენ გვაინტერესებს გადიდებული წარმოსახვითი გამოსახულება, ამიტომ ამ შემთხვევაში F-ის ნიშანი უნდა ავიღოთ უარყოფითი. შესაბამისად ლინზის ფორმულა მიიღებს შემდეგ სახეს, აი ეს პლუსი მაგერად გაგვიჩნდება აქ მინუსი, რადგანაც F-ი ნაკლებია 0-ზე. და ამასთან თუ გავითვალისწინებთ ახლა, რომ გამოდიდებლობა უდრის F შეფარდებული D-თან, რომელიც თავისუფლად სამის ტოლია პირობით, აქედან გავსაზღვრავთ F-ს, რის ტოლი იქნება, ეს ტოლი იქნება 3D-ს და ამ F-ის აქ შეტანით, ნახოთ რას მივიღებთ, ეს ტოლი იქნება 1 შეფარდებული D-თან მინუს 1 შეფარდებული 3D-თან. ნუ საიდანაც საერთო მნიშვნელი იქნება 3D და დაგვრჩება ზემოთ 3 მინუს 1, ეს ტოლი იქნება 2/3D-ს. ხო, ანუ ჩვენ რა გამოგვივიდა, რომ 1 შეფარდებული F-თან ტოლი ყოფილა 2D 2 უკაცრავად 2 შეფარდებული 3D-თან 2 შეფარდებული 3D-თან გამოგვივიდა, საიდანაც საბოლოოდ D-თვის მივიღებთ, რომ D ტოლი ყოფილა 2F-3D-ს. ეს კი არის პასუხი E.